კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, My Video G, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ჩვენ საუკუნოვან კულტურაზე, იდენტობაზე და იმ ფენომენზე ვისაუბრებთ, რომელიც მსოფლიოს აღფრთოვანებს, ეს ქართული გასტრონომია. ქართული სუფრა მხოლოდ საკვები არ არის, ის ისტორია, გეოგრაფია და ტრადიციების ერთგვარი სინთეზია. რამდენად ვინარჩუნებთ ავთენტიკურობას თანამედროვე სამყაროში, რა ახდის ჩვენ სამზარეულოს ასეთ მრავალფეროვანს, ამ თემებზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთა ქეთი კვიჭიძე, გასტრონომიული მრჩეველი. ქეთი, მოგესალმებით, მადლობა გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირდაპირ კახეთიდან მობრძანდებით, სადაც თბილისის გასტრონომიული კვირეული 2026-ის ასე ვთქვათ გაგრძელება მიმდინარეობს. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ 4 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. თბილისის გასტრონომიული კვირეულის ორგანიზატორი ირაკლი ნადარეიშვილი შემოგვიერთება, მაგრამ თქვენთან მთელი რიგი საკითხები გვაქვს, ასე ვთქვათ, სასაუბრო და თან ძალიან მადი სამღვდელად და გემრიელად გამოიყურება ეს ყველაფერი. მოდით დავიწყოთ, რას ნიშნავს დღეს ავთენტიკური ქართული გემო, როდესაც გვესმის ეს, რას გულისხმობთ უპირველესად? ავთენტიკური ქართული გემო, როდესაც გვესმის, ჩვენ გულისხმობს იმას, რაც არის ჩვენს მეხსიერებაში დღემდე მოსული, მოღწეული, რაც გვახსოვს ჩვენი ოჯახებიდან, ბებია-ბაბუებიდან. ზუსტად ეს არის ის მეხსიერება, ზოგადად კარგად ინახავს როგორც გასტრონომიულ გემოს, ასევე ღვინოსაც. თუ დააკვირდებით ჩვენ სხვანაირად აღვიქვამთ ღვინის დაგემოვნებას. ეხა მაგალითად სტუმრები ყავს, რომლებსაც ძალიან უკვირთ რატომ სვავთ ასეთ თბილ ღვინოს და მთელი ეს საუბრები და დისკუსიები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მათ უკვირთ რომ თეთრ ღვინოს ვეძახით ჩვენი ქვევრის ღვინოს, ესეც მათთვის რაღაცნაირად სიურპრიზი არის და ვერ ხვდებიან. რატომ ქვია ასევე ტემპერატურის თემაზეც საკმაოდ კითხვები აქვთ და ზუსტად ეს არის, რაც ჩვენ გაგვასხვავებს, თქვა, დანარჩენი სამყაროსგან ჩვენი იდენტობა. როგორ იცვლება საუკუნეების განმავლობაში ქართული სამზარეულო? რა დაგვრჩა ისეთი, რაც ძალიან დასაფასებელია და ძველია და დრომ და ეპოქებმა რა შემოულაგა ირგვლივ, ასე ვთქვათ, ამ მნიშვნელოვან ქართულ კერძებს? რეალურად სიმართლე გითხრათ, ესეთი საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა, თუ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ივანე ჯავახიშვილმა, თედო სახოკიამ და სხვადასხვა პროფესიონალებმა და მეცნიერებმა ამ პერიოდში, ანუ წინა საუკუნეში გააკეთეს ექსპედიციები და კვლევები, უფრო ძველი ესეთი კვლევა და საფუძვლიანი გასტრონომიული ფაქტობრივად არ გვაქვს. ამიტომ დიდად ესე რაღაცები კი მაქვს, ეხა მეც წაკითხული და სხვებსაც, მაგრამ ისე რომ ჩვენ აი ამითი ვიხმძღვანელოთ და სხვებსაც ვადასტუროთ, უფრო სწორად დადასტურებულად, რომ რადგან მეცნიერება სხვანაირ კვლევას მოითხოვს, ვერ გეტყვით დადასტურებულად. თუმცა ჩვენი ესეთი ჰიპოთეზით და ვარაუდებით ფხალეული უნდა იყოს აუცილებლად უძველესი, რაც ჩვენამდე შემოინახეს, რადგან არის სხვადასხვა არტეფაქტებიც, ნაპოვნი ნიგზის მაგალითად ნარჩენები ფხალთან ერთად, სხვადასხვა მწვანილთან ერთად არის ნაპოვნი, რაც იმის დასტური არის, ვთქვათ, რომ იყო ამის მცდელობა. ნუ ჩემი პირადი ესეთი ჰიპოთეზით და სტატიაც მაქვს ამასთან დაკავშირებით დაწერილი, რომ მედეა სავარაუდოდ, რომელიც ასე კარგად ერკვეოდა ბალახ-ბულახში, სავარაუდოდ ფხალსაც მოამზადებდა დიდი სიამოვნებით, რადგან ეს სიჯანსახე და ნამდვილად თანამედროვე გასტრონომიის ერთ-ერთი ალბათ ტრენდული ნაწილი შეიძლება იქცეს. აი მხალეულობასთან ერთად გულსართიანებს რა ადგილი უჭირავთ ჩემთვის განსაკუთრებულს და ძვირფას და როდის ჩნდება ის
ქართულ სამზარეულოში. რეალურად გულსართიანებით, რადგან ეს არის პური გულიანი, ვინაიდან პური უძველესი საკვები არის კაცობრიობისთვის და არა მარტო ვთქვათ ქართველი ერისთვის, პურში ჩადებული ხორცი იქნება, ყველი იქნება თუ რა პროდუქტიც იქნება, უნდა იყოს რა თქმა უნდა ძველი და ეს თავისთავად ცხოვრების და წესი განსაზღვრავს თვითონ გასტრონომიასაც და გეოგრაფიული არეალი, გენეტიკური ფაქტორები, აი ხშირად არის ხოლმე რომ აი ხვდები მაგალითად ესა თუ ის ადამიანი საერთხოვრობდა ბევრი რაღაც მოქმედებს ხოლმე ამ საკულტო მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ და ვთქვათ დავუკავშიროთ კონკრეტულ დღესასწაულებს რამდენად მოქმედებს ეს ვთქვათ აი ციკლში და აი ამ ევოლუციაში ქართული გასტრონომიის რა თქმა უნდა ანუ საკულტო თვითონ კერძებიც გვაქვს ძალიან ბევრი, თუნდაც ხინკალი რო ავიღოთ თავისი ეს არ არის ყოველდღიური საჭმელი, ხორციანი ოღონდ. ხორციანი არის ზუსტად საკულტო, არის დღესასწაულებისთვის, ეს იქნება ქელეხი, იქნება ქორწილი თუ ასე შემდეგ, მთისთვის ეს ხორციანი ხინკალი იყო სადღესასწაულო პროდუქტი. ყოველდღიურობაში ისინი ხორცს ვერ მიირთმევდნენ, ამდენი საშუალება არ ჰქონდათ. ყოველდღიურობაში იყო ნადუღით შიბუთი, აი ღანძილს რო ვეძახით შიბუიანი ხინკალი იყო, რაც მოხდებოდათ რეალურად ხელში, იმას რადგან მაგალითად ხევსურეთში ჭამაც კი სირცხვილად ითვლება. ხევსურეთში მაგალითად მუცლის ამოყორვას ეძახიან გაძღომას და მათთვის ეს ძალიან დიდი სირცხვილი არის, ამიტომ ცოტა ულუფებით მიირთმევდნენ. ეს ალბათ იმიტომ რომ საჭმელიც არ ქონდათ რეალურად ძალიან მწირმოსავლიანია მოგეხსენებათ. უკვე გვიან პერიოდში შემოდის კარტოფილი, როდესაც არის კარტოფილის ხინკალი ხდება ყოველდღიური საკვები და ჭინჭრის ხინკალი. ნუ აი რეალურად რასაც მოიპოვებდნენ ისინი. კეთილი, მაშინ ახლა გითხარით რომელია ყველაზე უფრო მივიწყებული ტრადიციული კერძი, თუ შეგვიძლია ამაზე საუბარი და რით იხსნება ეს? ესე რო გითხრათ რომ აი ყველაზე უფრო მივიწყებული, ესე ნამდვილად ვერ გეტყვით რომელი არის, თუმცა არის ბევრი კერძები, რეალურად პირადად მეც და არის ქალბატონი დალილა, არიან კიდევ ესეთი ასე ვთქვათ, ჩვენით რომ მუშაობთ და ასოციაციები, ენთუზიაზისტები, სიტყვა დამოვიწყდა უცებ, ვინც რაღაცები აღვადგინეთ, სხვადასხვა კერძები მკვლევები ჩავატარეთ და ასე შემდეგ და უკვე შეიძლება იმიტომ აღარ ვთვლი მე მივიწყებულად რომ რაღაც დონეზე არ მივავიწყეთ. ხო, მაგრამ აი ყოფაში როგორ არის ეს? ვთქვათ, ჩვენი წინაპარი რაიმე ტიპის კერძს მიირთმევდა ისეც, რასაც დღეს უბრალოდ ვეღარ ხვდებით ქართულ სიტყვაზე. იცით რა, ესე აი იადიგარ დაუცა აქ მაგალითად აღწერილი, ბრინჯი, შავი პილპილი და ტკბილის კომბინაციები, რაც ძალიან გასაკვირი არის ჩემთვის, იმიტომ რომ უფრო აზიისკენ მივყავარ და როგორც ჩანს ბრინჯის კულტურა ზოგადად იყო საქართველოში, ნამდვილად საცეხვებიც მოგვეპოვება, ალაზნის ველზე მოყავდათ, რადგან დაბლობი არის და აქეთ კოლხეთშიც ჩვეულებრივად დაახლოებით 1900 წელს შეწყდა ბრინჯის მოყვანა და როგორც ჩანს იყო ეს კულტურა და ტკბილი და ცხარის და ერთადერთი ვინც შემოინახა დღემდე და ეს არის მაჯუნი აჭარაშიც არა, მარტო ქობულეთში გვხდება და აი ამ ტკბილ ცხარის მიქსი. ახლა იმაზე ვისაუბროთ გეოგრაფია როგორ გავლენას ახდენს გასტრონომიაზე, თქვენ ახსენეთ აზია, რეალურად თუ დავხედავთ რო გასაღმოვაჩენთ რომ ზუსტად აზია ევროპის გასაყარზე ვარ და თავისთავად ხვდებით რომ გარკვეული გემოები შესაძლოა რომ დომინირებდეს როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან. კი, რა თქმა უნდა, გეოგრაფია ერთ-ერთი
მნიშვნელოვანესი ფაქტორი არის გეოგრაფიული მდგომარეობა, თუ ვინ არის შენი მეზობლები, თუ რა ბუნება არის, რა მოიპოვება, სეზონურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მოგვეპოვება ფაქტობრივად იმას მივირთმევთ, ხო ესეა. აი ხშირად არის ხოლმე, რომ მაგალითად ლოკოკინას, რომელსაც მესხეთში მიირთმევენ, გონია რომ აი ფრანგებმა მოიტანეს ლოკოკინა და დაგვიდეს. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, იმიტომ რომ ის ლოკოკინა არის მესხური, გლერძი არის კავკასიური ენდემური ბუჩქი, რომლის ქვეშაც ცხოვრობენ ეს ლოკოკინები და მათ მიირთმევენ. შეიძლება იყოს თქვათ ვარაუდი რომ რადგან კაპუცინებს მოუწიათ მაგ პერიოდში ჩამოვლა უბრალოდ ასწავლეს რომ ეს შეგიძლიათ ჭამოთო რადგან მხოლოდ ლოკალურად ხდება აი ამ ლოკოკინის ჭამა ერთადერთი მაგ ტერიტორიაზე დიდი შანსია რომ ასწავლეს მაგრამ ის რომ ვიღაცა ანუ გეოგრაფიამ განსაზღვრა ის თუ რას მიირთმევდა იგივე შემიძლია ვთქვა ყველზე გუდის ყველი რომ გუდაში უნდა ჩაიდოს და იქ უნდა დავარგდეს და მას აქვს ამის პოტენციალი დავარგებების მესხეთში ის ტენილი ყველი რომელიც ძაფებივით არის ხო ეს ხო ესე უბრალოდ არ არის ხო ეს იმისთვის ხდება ტენილის მომზადება რომ მან ჰაერის ცირკულაცია მოხდეს და უფრო კარგად შეინახება და შემდგომში როდესაც მასაც ნაღებთან ერთად ჩავტენით სხვანაირი ფუნქცია აქვს ცოტა იჭმევა და ანუ ბევრი დანიშნულება აქვს, რასაც გეოგრაფია და ეთნოგრაფია ერთად განსაზღვრავს. კეთი, ჩვენ რადგან რეგიონულ ასე ვთქვათ აქცენტებს ვაკეთებთ, მოდით სწორედ ამ მრავალფეროვნებაზე საუბრით გავაგრძელოთ ჩვენი ეთერი. გითხარით რა განსაზღვრავს თქვათ მკვეთრ სხვაობას რეგიონულ სამზარეულობს შორის რა ტიპის კონტრასტია გასაგებია რომ თქვათ კონკრეტული რეგიონი მაინც აქცენტირებას აკეთებს და რეალურად მათ სამზარეულოში ჭარბობს ის რაც ყველაზე უფრო უკეთ ხარობს და მოიპოვება მაგრამ აი ვთქვათ რა განმასხვავებელი ნიშან-თვისებები აქვს და რამდენად შეიძლება რომ აი კონტრასტულად წარმოვიდგინოთ თქვათ ეს ხო აი კონტრასტი რო ავიღოთ თქვათ ხო სამეგრელოს და იმერეთის გასტრონომია რო ავიღოთ და იგივე იქვე არის ქართლი ერთი გვირაბი ყოფს ბეტი დიდი ესეთი არაფერი აბსოლუტურად განსხვავებული არის თუ გემოვნური თვისებებით თუ გემოვნებით თუ სტილისტიკით აი ყველაფერი განასხვავებს როგორც ხასიათი განსხვავდება ეს ხასიათიც კი ძალიან მნიშვნელოვანი არის მეგრელი ხო და იმერელი რაღაცა კოპწია ისეთი სხვანაირები არიან ხო მოგეხსენებათ ხა მე არ ავხსნერ ამას თქვენც ყველამ ვიცით ისეთივე კერძები აქვთ გაპრანჭული იქ თქვათ თუ კი ვთქვათ აღმოსავლეთში ჩამოხაშავენ ხაშლამაზე ვგიჟდები არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ მოგეხსენებათ უბრალოდ მოხარშავენ ამ ხორცს და უფრო აი სიმსუხეს აძლევენ უპირატესობას აქეთ მეგრელი საციუს ჯერ ამას ნუ უფრო კოპწია მოდი ვთქვათ სიკოპწია აი ეს ხასიათი იმ დონეზე კარგად გადმოდის თუნდაც ის რომ ბადრიჯნის შეწვა წარმოიდგინეთ ახლა იმის მიუხედავად რომ გვიანდელ პერიოდში არის შემოსული და ძალიან კარგად დაიმკვიდრა ბადრიჯანმა ჩვენს ყოფიერებაში და ფაქტობრივად შეერწყა ქართულ სამზარეულოს მეგრელმა ადგა და შეწვა ის გემოვნურის დაიჭირა სხვანაირად აი ეს თვისება და არც ეზარება თან რომ აი ეს გაალამაზოს შეფუთოს და აი როგორც მათი ეზოებია ლამაზი დასავლეთში გაპიწყინებული ისე მოგვაწოდა აქეთ აღმოსავლეთში სიმსუყე ის თავის ღვინოსთან მიმართებაში ქაწითელის ტანინებთან რომ უნდა მოუხდეს ეს ხაშლამა იქნება ჩაქაფული თუ ცხიმიანი ხო ხორცის კულტურა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოკლედ აი ამ ყველაფერს და რავი მე მგონი ერთ-ერთი განასხვავებს ადამიანებს. ყველა ამ ადგილს თავისი დამახასიათებელი კერძი აქვს. ერთიანი კონტექსტია მნიშვნელოვანი აქ რომ ყველა ეს ქმნის ზუსტად იმ დიდებულებას, რასაც ქართული გასტრონომიული მრავალფეროვნება, ავთენტიკურობა, გვია რაც ასე აოცებს სამყაროს და ეს ძალიან აქვს სიამოვნებს. გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ ამოჩემებები განსაკუთრებული კერძები რომელიც გვიყვარს და ვიცნობთ
ხო, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ 10-ეული, გავაკეთოთ 20-ეული. მოდით გითხარით, ყველაზე უფრო მეტად რომელი რეგიონი ან ნაწილია ჩვენი ქვეყნის ისეთი, რომლის გასტრონომიაც ყველაზე ნაკლებად შესწავლილია და ნაკლებად პოპულარული შესაბამისად. ალბათ ყველაზე ნაკლებად შესწავლილი არის მესხეთი, პოპულარობაც ნაკლებად აქვს, იმის მიუხედავად, რომ ტენილი ესე თუ ისე გავხადეთ პოპულარული, მაგრამ ბევრმა არ იცის და ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა ჩემთვის პირადად ღები, აი ხვარი რაჭა. რა თქმა უნდა. მე ღებს გამოვყოფდი, იმიტომ რომ რაჭული სამზარეულოსგან ღები განსხვავდება. ღებში არის ისეთი რძის პროდუქტებზე აქცენტი და ისეთი კერძები გვხდება, რომ ჯორმა, იცით მაგალითად ჯორმა, არ იცით, ან ძითავიც არ გეცოდინებათ, აი ფაქტობრივად არაჟანი არის, რომელიც არავინ არის სახელი აქ ამ ჯორმას, ეს როგორ კეთდება რა არის? ეს კეთდება ცხრის ფაშვი, იხვევა სხვადასხვა მწვანილებთან ერთად და ძეხვივით კეთდება მოკლედ და ჩემთვის აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ განსხვავებული არის და თავის ხასიათი აქვს. ჩვენ სეზონურობას შევეხეთ და მოდით ახლა გითხარით როგორ ვლინდება აი ეს სეზონურობა, ვთქვათ, სხვადასხვა კუთხის სამზარეულოში და როგორ ლაგდება ერთიან კონტექსტში, ასე ვთქვათ. აი სეზონურობა ძალიან თანამედროვე ტრენდებში, თანამედროვე გასტრონომიაში სეზონურობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იგივე აი მიშლენის რესტორნები მაგალითად უფრო დიდ ხარისხს ანიჭებენ და ზოგადად მიშლენს თავი დავანებოთ კარგი ხარისხის რესტორნები არიან ისინი ვინც სეზონურობას მნიშვნელობას ანიჭებენ და ამას მიყვებიან არის მიშლენს დაემატა მწვანე მიშლენიც რომელიც სეზონურობასთან ერთად აი ამ სიმწვანეს და იმასაც კი მნიშვნელობა აქვს რომ თქვა 3 კილომეტრის რადიუსზე შეიძინო შენ და ახალი პროდუქტი შესთავაზო, ამიტომ უმნიშვნელოვანესია და იგივე ვთქვათ ჩვენ ქართული გასტრონომია მთლიანად სეზონურობაზე არის აგებული, თუ დავაკვირდებით ფხალეული სეზონურად გვაქვს, იმის მიუხედავად რომ კი ვთქვათ ეკალასაც შეინახავენ, მაინც იგივე მინდვრის ფხალი იქნება ეს პრასი თუ ასე შემდეგ ყველაფერის ჩაქაფული სეზონური არის ის. სხვა დროს ისეთი მიბზიდველი არ არის თუ დავაკვირდებით მაგალითად საცივი ავიღოთ თუნდაც ხო მარტო ახალ წელს სიამოვნებს და სხვა დროს დიდად არ მივიღოთ. რაღაცნაირად თანამედროვეობაზეც და მომავალზეც მინდა რომ ვისაუბროთ, მოკლედ სად გადის ზღვარი აი ამ მოდერნიზაციას, იმას რასაც ვხედავთ და ავთენტიკურობის დაკარგვა შორის ეს რომ ავხსნათ, რა ვთქვათ საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ასეთ გაჯერებულ შესაძლებლობებში, სადაც ფაქტობრივად ასე ვთქვათ თანამედროვეობის მნიშვნელოვანი კომპონენტები, მარკეტინგი, PR-ი ასევე სათანადოდ მუშაობს და ის ყველაფერი რაც ასე ძალიან გვიყვარს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულს წარმოადგენს და რაღაცნაირად ეს ავთენტიკური ვთქვათ სრულქმნილი ცალკე შედევრია ხო, რომელიც გვინდა რომ დროს გაუძლოს. კი ბატონო. ეხლა მოგახსენებთ აი გასტროკვირეულზე ვისაუბრეთ, გასტროკვირეულის პარტნიორი გახლავართ და მეც თანაორგანიზატორი გახლავართ. ანუ შეფების ჩამოყვანის ნაწილი უცხოეთიდან ფაქტობრივად და ჟურნალისტების არის ჩვენი ორგანიზაციის პრეროგატივა არის და ძალიან კარგად ესე შევერწყეთ გასტროკვირეულის გასტროკვირეულთან და ჩვენი ზუსტად ერთობლივი მიზანი ეს არის რომ შეფების როგორ დავაკავშიროთ აი იგივე ეს მიშლენის შეფები როგორ დავაკავშიროთ და მათი აზრი გავიგოთ ისინი ჩვენი შეფები აი ახალგაზრდა შეფები არიან ძირითადად მათთან ერთად 4 ხელში თუ დააკვირდებით და გადახედავთ პროგრამას საერთოდ უცნობი შეფები არიან და ისინი სწავლობენ ძალიან დიდ განათლებას და იღებენ მათგან თუ ტექნიკების მხრივ, თუ აზროვნების მხრივ. აი მაგალითად ეხა გუშინ წინ ჩვენ გვყავდა ფრანგი შეფი კახეთში, რომელიც გვყავდა და
იქვე მოვიდა იდეა, რომ აი რა როგორც კი შეხედა იქ სეზონურ პროდუქტებს, თუ რა უნდა გამოეყენებინა და ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ახლა ჩვენ გვყავს ჩამოყვანილი, ძირთადად არიან ჟურნალისტი, კრიტიკოსები, ექსპერტები, რომლებიც პირველ რიგში იმას გვეუბნებიან, რომ არ დაკარგოთ თქვენი ავთენტიკურობა, ნუ ბაძავთ, ჩვენ ნუ ბაძავთო, პირდაპირ გვეუბნებიან, შეინარჩუნეთ თქვენი, არ დაკარგოთ აი ეს და აი ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ აი ეს შევისწავლოთ ყველაფერი და გადმოვცეთ, შევინარჩუნოთ, იქ აქ მნიშვნელოვანი არის ზუსტად ტექნოლოგიური პროცესების და რეცეპტურის დაცვა. რასაც ეხა მე პირადად 2017 წელს დავიწყე ექსპედიციები და შესწავლა ქართული გასტრონომიის და ჩემი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ თუ არ მეცოდინება მე ის, რაც მე ხატვარი ვარ პროფესიით და ჩვენ სამხატვრო აკადემიაში პირველ რიგში გვასწავლიდნენ კლასიკურ ხატვას და მე რაც კიდე ის დაშალე, როგორც პიკასოს ვადარებ ხოლმე, სულ იმიტომ რომ პიკასო მარტო კუბისტი არ იყო, ის ფანტასტიკური რეალისტი იყო, რეალისტურ ფერწერას ხატავდა და შენ თუ არ იცი, შენი ნამდვილი ის რაც არის ვერ დაშლი. ვერანაირად ვერ გახდები შენ ვერც კუბისტი და პიკასო ვერ გახდები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კონდეს შესწავლილი, ეს უნდა დავიცვათ. მნიშვნელოვანი არის შეიძლება გამოიწვიოს ეს მიმბაძველობა ვთქვათ, როდესაც 90-იან წლებში მე მახსენდება ხა როდესაც ვთქვათ ვიკრიბებოდით კლასელები, სტუდენტები და გვეუბნებოდნენ რომ ევროპული სუფრა იქნება, უკვე გძულდა ეს მისვლა, იმიტომ რომ ეს ევროპული სუფრა არაფერ განსაკუთრებული არ იყო და არ იყო ის მრავალფეროვნება, რაც გვახასიათებს და აი ქართული სუფრა რო იყო ხოლმე ვიყავით ბედნიერები, მოკლედ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მსმენელის და ხომაყურებელიც იზიარებს ამ მოსაზრებას. აი რა შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს, ან რა არის ისეთი რაც ამ ქართულ ვთქვათ გასტრონომიას არ აქვს? ანუ არ ვიცი, ესეთი არაფერი არის პირიქით ჩვენ აი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი როგორც ქვევრის ღვინოს ვიცავთ ჩვენ, ისე უნდა დავიცვათ ქართული სუფრა და გასტრონომია, ერთადერთი რაც აქვს უცხოელებს ხოლმე შენიშვნა, ძალიან ბევრი საჭმელი, იმიტომ რომ გადაყრა და zero waste ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის და პირადად აი ჩემთვისაც საჭმელი რო რჩება მემართება ის სრული ვუწყობ ხოლმე ყველას და აი ამას უნდა მივხედოთ, ეს გვაქვს მისახედი. დანარჩენი უბრალოდ რომ აი ეს გემოები, ტექნოლოგიური პროცესები, რეცეპტურა შევინარჩუნოთ, დავიცვათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის. როგორც არის ღვინის დაცვა ხდება საქართველოში თავისი ადგილწარმოშობით, ჩვენც ხო ასევე გვაქვს ადგილწარმოშობის ყველი გვაქვს, ეს სულგუნი იქნება, გუდა იქნება, ნარჩუ იქნება თუ დამბალხაჭო იცავს თქვათ არის ისეთი პროდუქტები, რომელსაც UNESCO იცავს, იგივე აჯიკა და ასე შემდეგ, ისევე უნდა მოხდეს მათი დაცვა, რომ ეს რეცეპტურა შენარჩუნდეს, გადმოეცეს და არ მოხდეს ჩარევები. ეს ეხა ანანასაც დებენ პიცაზე, მოგეხსენებათ უცხოეთში, მაგრამ ეს ხო არა შეუძლიათ ეხა იქ აჭარულ ხაჭაპურში ხან რა ჩადებენ. კი ბატონო, მაგაზე ეხა ვერავის ვერ იმას იზავ გააკონტროლებ, რომ ეს არქნა, ის არქნა, უკვე ისე დონეზეა გასწრება, მაგრამ ის რაც შენია უნდა შეინარჩუნო, რომ ასწავლო და არა ის რაც ტრენდშია, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის დაცვა. ეს ასევე ხელს შეუწყობს ჩვენ ახლა მაგალითად უცხოეთში იხსნება ყოველდღიურად ძალიან ბევრი ქართული რესტორანი იხსნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხოთ შორს ახლა გუშინწი მედო პოსტიც მედო ერთ-ერთი ეს ჩემი ჟურნალისტი გვეუბნება რომ ლისაბონშიო ჩავედიო იტალიელია თვითონ და ესეო რომ ვთქვიო რომ სად მივირთვო გურამ ბაღდაშვილის რესტორანი მიასწავლეთ ლისაბონში ქართულ რესტორანში გაუშვეს ახლა წარმოგიდგენია თქვენ უბრალოდ აი არ ვიცი, ჩემთვის შოკია. და გამიკვირდა კიდეც პორტუგალიური რამე მირჩიეთო და ეხლა ძალიან ტრენდულია, მოკლედ ამის თქმა მინდა და ჩვენ იქ იძულებულები ვართ, რომ ვიხმაროთ ფეტა, იმერული ყველის მაგივრად და მოცარელა. ან თქვენ წარმოიდგინეთ, ოდესმე რომ შევალთ ჩვენ თქვათ ევროკავშირში და უფლება რო გვექნება რომ ჩვენი ყველი შევიტანოთ წარმოგიდგენიათ რამდენი იმერული ყველი გავა ექსპორტზე და სულგუნი. ეს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა პირველ რიგში და ამისთვის უნდა მოვემზადოთ რა, ძალიან მაგრამ უნდა მოვემზადოთ ამისთვის ერთი 10-15 წელი მაინც დაგვჭირდება რომ თავისი
ფერმერული მეურნეობიდან უნდა დავიწყოთ პირველ რიგში, აქედან მოყოლებული, ამიტომ თუ არ მომემზადეთ, რადგან ქართული რესტორნები მოთხოვნადია, იგივე სუნელები, ხო? მათ თქვათ უნდათ, რომ ესე კონდარს ესე ადვილად ვერ იშოვით თქვენ. უცხო სუნელი საერთოდ არ აქვთ, იშვიათი არის. ხო გვინდა უცხო სუნელი კონდარი გავყიდეთ. თქვათ შეიძლება ხორცი აქედან არ ატარონ პირიქით იქიდან გვაქვს შემოსატანი. მაგრამ არის პროდუქტები, რასაც გავყიდით, ტყემლი, საწებელი, აჯიკა და ასე შემდეგ. კეთილი, მადლობა კეთი. წარმატებები მინდა გისურვოთ. კეთი კვიჭიძე, გასტრონომიული. მე მგონი მადა აქ ჩვეველი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ქართულ გასტრონომიაზე საუბარს რა ასჯობს, მაგრამ დრო თავისაშვება, მით უფრო რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიული კვირეულის ორგანიზატორი ირაკლი ნადარეიშვილი გვეყოლება გადაცემაში სტუმრად, რომელიც დაიწყება უკვე 4 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. მანამდე ჩვენ სტუმარს კეთი კვიჭიძეს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ და დროებით დაგემშვიდობებით.